საინფორმაციო სამსახური განაცხადებს პირდაპირ ეთერში მუშაობას. ეს არის ახალი სამზე სოფო ჩაკვეტაძესთან ერთად გამარჯობათ. სანდრო გირგვლიანის ტრაგიკული გარდაცვალებიდან 7 წლის თავზე ქართული მხარე ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტს ახალ დოკუმენტს გადაუგზავნის. ამის შესახებ ჟურნალისტებს იუსტიციის მინისტრმა განუცხადა. გირგვლიანის საქმეზე მოსმენა გუშინ გაიმართა. თეატოლუკიანი აცხადებს, რომ მიმდინარე გამოძიებით კმაყოფილია. ახალი ინფორმაცია კი ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტს 31 იანვარს გადაეგზავნება. სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების 7 წლის თავზე მინისტრმა კიდევ ერთხელ გამოუცხადა სამძიმარი მის ახლობლებს და მეგობრებს. უშინ ქონდა მოსმენა გირგვლიანის გამოძიების საქმეზე შესაბამის გამომძიებელთან. მთლიანობაში კმაყოფილი ვარ იმით, თუ როგორ მიდის ენუქიძის და გირგვლიანის საქმის აღსრულება და 31 იანვარს ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტს გაუგზავნი ახალ დოკუმენტს, სადაც აღწერილი იქნება ის ნაბიჯები, რაც ამ კვირების განმავლობაში გამოძიებამ გადადგა. მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილმა ირაკლი ალასანია ვიცე-პრემიერის თანამდებობიდან გაათავისუფლა, რამდენიმე კითხვა გაჩნდა. არის თუ არა განხეთქილება კოალიციაში და აპირებს თუ არა თავისუფალი დემოკრატების ლიდერი კოალიციის დატოვებას. ამ თემაზე ჟურნალისტების კითხვებს დღეს იუსტიციის მინისტრმა უპასუხა. თეატოლუკიანის განცხადებით, ირაკლი ალასანია ქართული ოცნებიდან წასვლას არ აპირებს. გარდა ამისა, კოალიციაში არანაირი განხეთქილება არ არსებობს და ხელისუფლებას აქვს მკვეთრად დასავლური კურსი. ჩვენი მიზანია გავერთიანდეთ ევროკავშირში და გავხდეთ ნატოს წევრი. ეს არის რთული გზა, მაგრამ ამ გზაზე ჩვენ ჯიუტად და ნაბიჯ-ნაბიჯ ვივლით მანამ-სანამ არ გავხდებით ჩრდილო ატლანტიკური სტრუქტურების წევრები, რადგან ეს არის ქართული ოცნების აზრით ერთადერთი გზა ქვეყნის უსაფრთხოებისაკენ. ირაკლი ალასანია კოალიციის დატოვებას, რა თქმა უნდა, არ აპირებს. ირაკლი ალასანიას ვიცე-პრემიერობიდან გადაყენებასთან და ქვეყნის პოლიტიკურ კურსთან დაკავშირებით ვრცელ სტატიას აქვეყნებს BBC-ს რუსული სამსახური. როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, ძველი ხელისუფლების დროს მთავრობაში როტაციას თითქოს და შეჩვეულ საქართველოს ახალ მთავრობაში მომხდარ პირველსავე გადაყენებაზე მწვავერი ერთცია ჰქონდა. ივანიშვილის ღია განმარტებებმა ალასანიას დათავისუფლებაზე ექსპერტების ნაწილს გაუჩინა. ეჭვი, რომ პროდასავლელი ალასანია წყრომის ობიექტი საქართველოს საგარეო კურსზე საკუთარი შეხედულებების გამო გახდა. ავტორი ასევე წერს, რომ ივანიშვილი კრიტიკის ობიექტი იმ განცხადების გამოც გახდა, სადაც აღნიშნა, რომ სომხეთი, რომელსაც როგორც რუსეთთან, ისე ნატოს წევრ ქვეყნებთან კარგი ურთიერთობა აქვს, საქართველოსთვის კარგი მაგალითია. ასეთმა თეთრმა შურმა მეზობელი სახელმწიფოს მიმართ პოლიტოლოგებს გაუჩინა მოსაზრება საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსის შესაძლო ცვლილებასთან დაკავშირებით, თუმცა საქართველოს ხელისუფლებაში ირწმუნებიან, რომ ქვეყნის მისწრაფება ევროატლანტიკური სტრუქტურებისადმი უცვლელია. აღნიშნულია სტატიაში. შეიძლება თუ არა სასამართლო იყოს ოპოზიციაში. იუსტიციის მინისტრი დღეს აცხადებს, რომ არც ჩოჩელი, არც პატარიძე და არც თელბათიანი პოლიტიკური ნიშნით დევნილები არ არიან. სასამართლო კი ხელისუფლების პოლიტიკურ ოპოზიციაშია. როგორც მან აღნიშნა, სასამართლომ არ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობაზე მოხსენებული პირების პატიმრობაში ყოფნის შესახებ და ისინი დირაოთი გამოუშვა. დღესვე მინისტრმა სასამართლო რეფორმაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ რეფორმის შემდეგ მოსამართლეებს აღარ მოუწევთ არავისი პოლიტიკური კურსის გატარება, რადგან ისინი მალე დამოუკიდებლები გახდებიან. ერთადერთი რაც მე მაშფოთებს არის ის, რომ ისეთი ადამიანები როგორებიც არიან პატარიძე, ჩოჩელი და კიდევ ბევრი სხვა სასამართლომ პოლიტიკური ნიშნით არ დააკმაყოფილა ჩვენი პროკურატურის შუამდგომლობა პატიმრობის მოთხოვნის შესახებ და ისინი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. სასამართლო დღეს არის ხელისუფლებასთან და ხალხთან პოლიტიკურ ოპოზიციაში. მძღოლების დაფიცვა გადამწყვეტ ფაზაში შედის. ამ წუთებში თბილისის მერიაში მიკროავტობუსების დაფიცული მძღოლების საინიციატივო ჯგუფს სატრანსპორტო სამსახურის უფროსი აკაკი ჯოხაძე ხვდება. შეხვედრას ასევე ესწრებიან სატრანსპორტო სამსახურის წარმომადგენლები, დაფიცულების მხარდამჭერები, მათ შორის უფლებადამცველი ლაშა ჩხარტიშვილი და პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებული მელორ ვაჩნაძე. როგორც ცნობილია, შეხვედრაზე მძღოლები 4 ძირითად მოთხოვნას დააყენებენ. ინდმეწარმის სტატუსის გაუქმება, ტარიფის გადახედვა, გეგმის შემცირება და მიკროავტობუსების გეგმიური ტექნიკური მომსახურების სასურველ ადრილას წარმოება. თამარ გოგესაშვილი ადევნებს თვალყურს მერიაში მიმდინარე მოვლენებს, მას ახლა პირდაპირ ეთერში ჩავთავთ. თამარ, რა ეტაპზეა განხილვა?
უკვე 2 საათია, რაც გაფიცული მძღოლების საინიციატივო ჯგუფი ქალაქის ტრანსპორტის სამსახურის უფროს ხდება აკაკი ჯოხაძესთან შეხვედრამდე მათ თავიანთი მოთხოვნები ჩამოაყალიბეს, რომლის მიხედვითაც მძღოლები ითხოვენ, რომ შემცირდეს გეგმა და ტარიფი, ასევე მოითხოვენ ინდივიდუალური სტატუსის გაუქმებას, მათი მოთხოვნით ასევე უნდა აღდგეს სოციალურად დაუცველთა ბარათებით მგზავრობა. შეხვედრა რამდენიმე წუთის წინ დატოვა ლაშეჩ ხარტიშვილმა, რომელიც მოლაპარაკებას უფლებადამცველი სტატუსით ესწრება. მისი თქმით, დიალოგი კონსტრუქციულ რეჟიმში მიმდინარეობს. ლაშეჩ ხარტიშვილმა აღნიშნა, რომ მხარეებმა უკვე იმსჯელეს ორ ძირითად საკითხზე, ეს არის გეგმის შემცირება და ინდმეწარმის სტატუსის გაუქმება. ლაშეჩ ხარტიშვილის თქმით, მერიას აქვს პოზიცია ინდმეწარმის სტატუსთან დაკავშირებით, მათ აქვს პროექტი, რომლის მიხედვითაც შესაძლოა მძღოლები დაარჩნენ ინდმეწარმეებად, მხოლოდ გადაიხედოს პირობები. ამ საკითხის დეტალურად განხილვისთვის კიდევ ერთი შეხვედრაა დანიშნული და ის მერიაში 5 საათზე დაიწყება. ინდმეწარმეების გაუქმება მოხსნა გვინდა, მეორე გეგმის დაკლება, მერე შაბათი პირველ და სადღესასწაულო დღეებში კიდევ ცოტა განსხვავებულად, მანქანისთანს ტექმომსახურეობა შესაბამისად ჩვენ გავაკეთოთ და არა იმათ ცენტრში, ტარიფების გადახედვა გვინდა კილომეტრების მიხედვით გზავრობისა და სოციალური დაუცველების ბარათების აღდგენა. დიალოგი მეტნაკლებად კონსტრუქციულ რეჟიმში მიდის და იმედი მინდა ვიქონიო, ავიტოვო რომ მოლაპარაკება ამ შეხვედრაზე ალბათ არა, მაგრამ შემდგომ შეხვედრაზე მაინც გარკვეულ შედეგებამდე მივიღოს. ჯერ მხოლოდ 2 საკითხი გავიარეთ 9 საკითხიდან, 9 მოთხოვნიდან და ამ 2 საკითხის საბოლოო გაწყვეტილება არ არის ჯერ მიღებული. მრთულად მიდის ალბათ შეიძლება ითქვას მოლაპარაკება, მაგრამ სრული თითქოს იგრძნობა ორივე მხარე. მოლაპარაკების პარალელურად მერიასთან მძღოლები ამბობენ, რომ გაფიცვას იმ დრომდე არ შეწყვეტენ, სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება. დიდი მადლობა მერიდან თამარ გოგრისაშვილი გვერდებოდა პირდაპირ ეთერში. პრეზიდენტის პრესსამსახური საქართველოში სომეხთა ეპარტიის განცხადებას პასუხობს. საქმე სომეხი პატიმრის მოძრაობა ჯავახტის ხელმძღვანელის ვაჰან ჩახალიანის დათავისუფლებას ეხება. განცხადებაში ვკითხულობ, სომეხთა ეპარტიის პოზიცია დაკვირვებას იწვევს, რადგან საქართველოს პრეზიდენტმა ხაზდასმით აღნიშნა, რომ ჩახალიანის ეთნიკურ წარმოშობას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს და საქმე ეხება მოქალაქის მიერ განხორციელებულ კრიმინალურ ქმედებებს. დაუგრებარია ის რეაქცია, რომელიც ამ პოლიტიკურ პოზიციასთან დაკავშირებით საქართველოში სომხეთის ეკლესიის ეპარტიის ხელმძღვანელობამ გამოხატა. დაუგრებარია, რატომ გახდა კონკრეტული დამნაშავეების, რუსეთის ფედერაციის ჯაშუშების დათავისუფლების ფაქტი და საქართველოს ახალი მთავრობის საფუძვლიანი კრიტიკა, ასეთი პოლიტიზირებული განცხადებების მოტივი ეპარტიის ხელმძღვანელთა მხრიდან აღნიშნულია პრეზიდენტის პრესსამსახურის განცხადებაში. ჩახალიანთან დაკავშირებით სომეხთა სამოციქულო ეკლესიის საქართველოს ეპარტიამ განცხადება 26 იანვარს გაავრცელა, რომელშიც სომეხი პატიმრის დათავისუფლებაზე მიხეილ სააკაშვილისა და ვანო მერაბიშვილის განცხადებებია დაკრიტიკებული. რამდენიმე წუთის წინ საქალაქო სასამართლოში ირაკლი ოქრუაშვილის მორიგი პროცესი დაიწყო. სასამართლო დღეს მის მიმართ დარჩენილ ერთ ბრალდებაზე სამსახურებრივი გულღრილობის საქმეზე იმსჯელებს. შესაბამისი გადაწყვეტილება მოსამართლემ 23 იანვარს საქალაქო სასამართლოში გამართული პროცესის შემდეგ მიიღო. ოქრუაშვილს აღნიშნულ საქმეში ბრალი თავდაცვის მინისტრობის დროს სახელმწიფოსთვის ფუჭი ვაზნების შეძენა შეედება და დღეს სწორედ აღნიშნული ვაზნების ნივთმტკიცებების სახით გამოკვლევა უფლისციხის სამხედრო ბაზაზე იგეგმება. საქმეზე ნივთმტკიცებად 63 მილიონი ვაზნაა ცნობილი და მათი ადგილზე დათვალიერება დაცვის მხარის ინიციატივით მოხდება. საქართველოში დაბრუნებისას ყოფილ თავდაცვის მინისტრს ბრალი 4 ეპიზოდში ედებოდა. სამი ბრალდება მას პროკურატურამ მოუხსნა. ოქრუაშვილი კი რირაო საფუძველზე პატიმრობიდან დათავისუფლდა. სამ საათზე გაიმართება გასვლის ხდომა ირაკლი ოქრუაშვილის ბოლო ბრალდებასთან დაკავშირებით. მოხდება ადგილზე დათვალიერება ნივთმფიცებულების, ეს არის ვაზნები და ვინაიდან რაოდენობა და სპეციფიურია და ბევრია რაოდენობით, ამიტომ სასამართლო ადგილზე დაათვალიერებს და დარჩება შემდეგ ერთი ხდომა, რომელზეც ალბათ კამათი გაიმართება. ჩვენ მიგვაჩნია, რომ არანაირი მტკიცებულები ოქრუაშვილის ბრალდებულობის დამადასტურებელი არ არის, ამიტომ ველოდებით რომ პროკურატურა მოხსნის ბრალდებას, თუ არა და მოითხოვთ გამართებელ განაჩენს. ამერიკული გამოცემა Daily Beast ანონიმცოვა სტატიას აქვეყნებს. სათაურით საქართველოს მამაცი პაციფისტი პრემიერ-მინისტრი ივანიშვილი. ქვეყნის უმაღლესი ხელისუფალი 2008 წლის საქართველოს ომის შემდეგ პირველად ესაუბრა საკუთარ მტერს რუსეთს. ივანიშვილი რუსეთის პრემიერ-მინისტრ დიმიტრი მედვედევს დავოში ეკონომიკური ფორუმის მისაღებში მოუახლოვდა. მათ რამდენიმე წუთი ისაუბრეს. ექსპერტებმა იმავე წუთს დაიწყეს სპეკულირება, რომ საქართველო რუსეთის ბანაკში გადაბირების გზას ატყეს. თუმცა ივანიშვილმა ეს ინფორმაცია უარყო. როგორც სტატიაშია აღნიშნული, დიდი ხნის განმავლობაში
შემადგენლობაში ივანიშვილი, რომლის თონება $6 მილიარდ მეტია, რაც თავისი ქვეყნის ბიუჯეტს აღემატება არავის მხარესით და დარდა საკუთარისა. თავისი ექსტრავაგანტური შუშის კოშკიდან, რომელიც მისი საცხოვრებელი სახლია, საქართველოს უმდიდრესი და ყველაზე გავლენიანი ადამიანი ცოტა ხნის წინ Daily Beats-ის წინა ხელისუფლების მიერ დატოვებულ ყველაზე ჩახლართული პოლიტიკური კვანძების დახსნის საკუთარ პრიორიტეტებზე ესაუბრა. საქართველოს ახალი ლიდერი უცნაური გადაწყვეტილებების მიღებით არის ცნობილი. მიუხედავად იმისა, რომ ვხედავ, როგორ აღიზიანებს და აფრთხობს სააკაშვილს და მის მეგობრებს, მაინც დავარძელებ რუსეთთან ურთიერთობის დასაუმჯობესებელი ნაბიჯების გადადგმას. რუსეთთან ჩვენს უდიდეს მეზობელთან მეგობრული ურთიერთობა აუცილებელია ჩვენი ქვეყნის მშვიდობისა და ეკონომიკისთვის, ამბობს ივანიშვილი. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რუსული დელეგაცია უახლოეს პერიოდში საქართველოს მთავრობის შემადგენლობაში ისეთი ტიპის საკადრო ცვლილებებს ელოდება, რომელიც რუსულ-ქართული ურთიერთობების დალაგებას უზრუნველყოფს. ეს განცხადება ცოტა ხნის წინ გააკეთა დავით დარჩიაშვილმა. როგორც საპარლამენტო უმცირესობის წევრი აცხადებს, გარდა იმისა, რომ ევროსაბჭოში იმართება საკომიტეტო და პლენარული სხდომები, ასევე არსებობს კულუარები, საიდანაც მათთვის ცნობილი გახდა რუსი დეპუტატების ოპტიმისტური განწყობის შესახებ. თითქოს მოსალოდნელია საქართველოს მთავრობაში ისეთი ტიპის საკადრო ცვლილებები, რაც ქართულ-რუსული ურთიერთობების გააქტიურებისკენ და დალაგებისკენ იქნება მიმართული, აცხადებს დარჩიაშვილი. რუსეთის დელეგაციის წარმომადგენლების მოლოდინები გახდა ცნობილი, რომ ისინი ელოდებიან ძალიან ცოტა ხანში საქართველოს ხელისუფლებაში ისეთ საკადრო ცვლილებებს, რომელიც მათთვის პირადად ქართულ-რუსულ ურთიერთობებს საბოლოოდ დაალაგებს. ისინი გამოხატავდნენ ძალიან, ასე ვთქვათ, ოპტიმისტურ თავისათვის მომავალზე იმედებს, რომ აი ძალიან მალე 2-3 თვეში საქართველოს ხელისუფლებაში გაგრძელდება კიდევ თანამდებობრივი ცვლილებები და ეს იქნება საწინდარი ქართულ-რუსული ურთიერთობების საბოლოოდ გადაწყვეტისა. ქუთაისში ყასბები დაიფიცნენ, ნახეთ ცოტა ხანში რეკლამის შემდეგ. თქვენ რა თქმა უნდა მხოლოდ სუპერ ტარიფს იმსახურებთ. საუბრობთ ლაღად და თავისუფლად. ხართ ყველასთვის და ყოველთვის მისაწვდომი და უბრალოდ ტკბებით ბილაინის ახალი ტარიფით. ზარის ღირებულება ბილაინის ქსელში 0 თეთრი, მობილური ინტერნეტი 0 თეთრი, სხვა ქსელებთან 7 თეთრი, 007. სუპერ ტარიფი სუპერ მობილური ოპერატორისგან. ბილაინი. გადმოდი ნათელ მხარეზე. სოფლის მეურნეობის სამინისტრო მთელი საქართველოს მასშტაბით 54 მუნიციპალიტეტში რაიონულ საინფორმაციო საკონსულტაციო სამსახურს ხმის. თანამშრომელთა შერჩევის მიზნით იუსტიციის სამინისტროს სასწავლო ცენტრში დღეს ტესტირება დაიწყო, რომელშიც ქარელისა და კასპის რაიონის 100-ზე მეტი კონკურსანტი მონაწილეობს. ტესტირება სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე დავით ჩერვეშიძე პირადად დაესწრო. ახალ სამსახურში 250 სპეციალისტი დასაქმდება. თითოეულ მუნიციპალიტეტის საინფორმაციო საკონსულტაციო სამსახურისთვის არანაკლებ 4-5 ადამიანი შეირჩევა. ის პროფესიონალები, რომლებიც საკმაოდ მრავლად არიან ამ სფეროში, ამ კონკურსის შესაბამისად იქნებიან დასაქმებული რეგიონებში და ეს სამსახურები იქნება სწორედ ეს სამსახური, რომელიც საგაზაფხულო პროგრამაში აქტიური მონაწილეობას მიიღებს, რომლის დაწყების შესახებ უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი. დასაქმების საკითხი ქვეყანაში არ არის თანაოდ დონეზე და ხალხი დაუსაქმებელი ვართ. ამიტომ ყველას უნდა და მათ თქმა უნდა მათ შორის მეც მინდა რომ დავსაქმდე. ამისთვის ერთ-ერთი კარგი საუკეთესო მაგალითი და საუკეთესო პროცესი არის აი გამოცდების ან ატესტირების ჩატარება. ქუთაისელი ყასბების პროტესტი ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე ბაზარში ამ დროისთვის ხორცი არ იყიდება. ყასბები იმ გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან, რომლის მიხედვით საქონლის დაკლა მხოლოდ სპეციალურად მოწყობილ სასაკლაოზე იქნება შესაძლებელი. მოვაჭრეების განცხადებით, ეს ხორცი ფასის დაურმაგებას გამოიწვევს, რადგან ცოცხალი საქონლის რაიონიდან სასაკლაოზე ჩამოყვანა მათ ხარჯებს დაუორმაგებს. მოგვიანებით მოვაჭრეები ქუთაისში მდებარე საქონლის სასაკლაოზე მივიდნენ და მის დირექტორს დაუპირისპირდნენ. მოვაჭრეების თქმით, სასაკლაოზე ელემენტარული პირობებიც არ არსებობს. პრობლემა მდგომარეობს ამაში შემდეგში. ჯერ ყველაფერი ხარჯებთანაა დაკავშირებული. მერე 10 ლარი ღირს ახლა ხორცი ეღირებო 20 ლარი ალბათ. საცხაიდან რო საქონელი ჩამოიყო, გრუზავი კი მანქანა უნდა იქირავო. ჯერ იკლებს საქონელი. უნდა დაკლა, ბოინში ფული უნდა გადაიხადო. მოთხოვით ბევრ ამას სიტყვები. ჩვენ აღამხობ სათადო ვყიდით. მივდივართ ჩვენ თავს უჭივრებთ, ჩვენი მანქანებით, კლავთ, ჩვენ ვკლავთ თვითონ.
მოგვაქვს ჩვენი ხარჯებით და ვიტყვი სიხოლცე 10 ლარი. ახლა მე გავყიდი 10 ლარი. რაც მოგვაქვს ჩვენი საქონლები და ჩოვუყვანო 100 ლარი ბოლიში უნდა გადაიხადო 100 მანქანას უნდა მიცე და ეგ გამოიწვევს ხორცის გაძვირება. რეცენზირებულია ბაბუ ეგი არის 2005 წლიდან არის რეცენზირებული. ყველა შესაბამისი ამბავი აქვს იმას სასაკლაოს. არავითარი ყველაფერი სიცრუეა. ბათუმის საქალაქო სასამართლოში აჭარის ყოფილი მეთაურის ასლან აბაშიძისა და მისი თანაგუნდელების სასამართლო განხილვა გრძელდება. ასლან აბაშიძე, ამირან კურცხალიძე და იოსებ გოგიტიძე ძებნილები არიან, ამიტომ სასამართლო პროცესი მათ გარეშე მიმდინარეობს. საქმეში 200-მდე მოწმედა დაზარალებულია. ასლან აბაშიძეს ბრალი ტერორისტული აქტების მოწყობაში, კერძოდ ჩოლოქსა და ქართუთის ხიდების აფეთქებაში, ასევე უკანონო ფორმირების შექმნა შეედება. აბაშიძეს ასევე პროკურატურა ედავება ნოდარ იმნაძის მკვლელობის საქმეს, ამიტომაც განახლა 1991 წელს მუხტარი ფაქტის გამოძიებას ნოდარ იმნაძის მკვლელობა. სისხლის სამართლის საქმე 37 ტომისგან შედგება და ამ ეტაპზე სასამართლო გამოძიება მიმდინარეობს. ასლან აბაშიძის მიმართ რამდენიმე საქმეს ერთდროულად იძიებენ. პროკურორის ინფორმაციით აბაშიძეს უკვე მისჭილი აქვს ერთ საქმეზე 15 წლიანი პატიმრობა. დღესდღეობით მიმდინარეობს სასამართლო გამოძიების დროს მტკიცებულებების გამოკვლევა, ბრალდების მტკიცებულებების გამოკვლევა ჯერ არ დასრულებულა, რის შემდგომაც მოხდება დაცვის მტკიცებულებების გამოკვლევა. ბრალდებას მე დავით ამორომდე გავეცანეს, ის წარმოადგენს სისხლის სამართლის საქმეებს, რაც ბრალდებმა წარმოადგენს სასამართლოში და მინდა გითხრათ, რომ ყველა ბრალდება არის აბსურდული და ვერანაირად ვერ მტკიცდება ბატონი ასლან აბაშიძის ბრალეულობა. რასაც სამართლიანი სასამართლოს პირობებში მგონი რომ დავადასტურებთ სასამართლოზე დაცვის მხარე. კომპენსაციებთან დაკავშირებით ჭირტანის მოსახლეობას ლადოდეხი თბილისი ყვარლის ცენტრალური მაგისტრალი თითქმის 1 საათის განმავლობაში ჰქონდა გადაკეტილი ადგილობრივი ზარალის დამთვლელ კომისიას კომპენსაციების არასწორად განაწილებაში ადანაშაულებენ. ჭირტანელები პრემიერ-მინისტრს საკითხით დაინტერესებას თხოვენ და ზარალის დამთვლელი კომისიის ახალი წევრებით დაკომპლექტებას მოითხოვენ. არსიაზე კომისიის წევრებსა და მოსახლეობას შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. კომისიის წევრების განმარტებით ადგილობრივების პროტესტი მიუღებელია მიმდინარე პროტესტო აქციები კი მათი განმარტებით ნაციონალური მოძრაობის წევრების მიერაა ორგანიზებული. ვარ გლეხი კაც, მამყავს კიტრი, პამიდორი, ამით სავზეობ. კიჩ და პამიდორში არაფერი არ მოგწეს, ვისაც არაფერი გავუკეთებია გარემოში. რავია, 1000 და 5000 მიწა. არასწორად მოხდა მიწების აზომვა და ჩაწერა. ხალხი არის ძალიან უკმაყოფილო. ბაღები 5 ჯერ არის ერთი და იგივე ფართობი ჩაწერილი. დამიჯერეთ. გამოიყოს კომისია გადამოწმდეს ეს დიდთანხიანი ხალხის ოჯახების რა აქვს აღებული და იქვე არის ჯერ საზამთროს ვერ გაიგებენ, მაგრამ იმას ხომ იხვდებიან და ყველა მიცის სად რა ნაკვეთები ვის ქონა და გადანაწილდეს სოფელზე თანაბრად და მიიღოს ყველამ ერთნაირი. გადავკეტავთ გზას. ეს სიტყვები ლამაზი სიტყვებია, კი ბატონო, დაგაკმაყოფილებთ, მაგრამ ხვალ და ზეგ უკვე всё წაიშლება ყველაფერი. გავაგზავნებთ აქციას. გაზარალებულები იძახიან იმას, რომ ჩვენ არასწორად ჩაგვიწერეს. აი მაგის გარკვევა მიმდინარეობს. თუ ჩვენ გავარკვიეთ, თუ ვერ გავარკვიეთ, ამიტომ მიმართავ შესაბამის ორგანოებს და გაარკვევენ ისინი. საპროტესტო აქცია ხონში ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე სავაჭრო ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე ქართული ოცნების დაახლოებით 300-მდე მხარდამჭერი ტრანსპარანტით შეიკრიბა. აქციის მონაწილეები 3 საათისთვის დაგეგმილი დამფუძნებელი კონფერენციის გადადებას მოითხოვენ. პროტესტი ოთარ მუშტუდიანის პარტიის თავმჯდომარედ დასახელებას მოყვა. ხონში ამბობენ, რომ მუშტუდიანი საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის დავით სარგანელიძის სიდედრის ახლობელია. აქციის მონაწილეების მტკიცებით ხონში ბობოხიძეების პლანი ახლა სარგანელიძის პლანმა ჩაანაცვლა. უსამართლობას აქვს ადგილი და ერთადერთი მოთხოვნა აქვს დღევანდელი აქციის მონაწილეობას, რომ დღეს ეს კონფერენცია არ უნდა გაიმართოს არავითარ შემთხვევაში. ჩვენ ამის თაობაზე მიმართეთ პარტიის ხელმძღვანელობას, ქალბატონ მარანა კობახიძეს, ვითხოვთ, რომ ჩამოვიდეს პარტიის ხელმძღვანელობა, გაერკვოს არსებულ სიტუაციაში რა ხდება დღეს ხონის რაიონში, თვითონ ქართული ოცნების შიგნით და ამის შემდეგ ყოველგვარი ამ სიტუაციის გარკვევის შემდეგ გაიმართოს კონფერენცია. ადამიანი, რომელიც არის წამოსული თავმჯდომარის კანდიდატურაზე ალტერნატივად არის დასახელებული, არის ნათესავი პირდაპირ ბატონი დავით საგანელიძის. რასაც ჩვენ ვაპროტესტებთ და ვთვლით, რომ ადამიანებმა, რომლებმაც მთელი არჩევნები თავიანთ ზურგზე გადაიტანეს მიუხედავად ამდენი ზეწოლებისა, მუქარებისა, არ უნდა იყოს უალტერნატივო დასახელებული.
რუსთავში ჭყონდიდელის დასახლებაში მდებარე საქველმოქმედო სახლის სათნოების ბენეფიციარები დახმარებას ითხოვენ. ისინი ამ დასახლებიდან სასადილოს მოშორებით რადატანას აპროტესტებენ. ბენეფიციარები ჰიგიენური ნორმებისა და საკვები პროდუქტების ხარისხსაც ჩივიან, რასაც არ ეთანხმება ტენდერში გამარჯვებული კომპანიის დირექტორი. მისი განცხადებით სასადილოს რადატანას ველი წერტილებისა და ჰიგიენური ნორმების არარსებობის რამო გახდა საჭირო. რუსთავის მერიაში კი აცხადებენ, რომ სატენდერო პირობებში ვერ ჩაერევიან, თუმცა ყველა სასადილოზე მონიტორინგს ჩაატარებენ იმის დასადრენად თუ რა პირობებში უწევდება ბენეფიციარებს. გამოვედი რომ გადაიტანეს ეს სათნოების სახლის შორს ძალიან ისეთ ადგილას რომ ვერ შევძლებთ მე და აქ ჩემი სანა უამრავი ხალხი არის რომელიც იქ სიარულს ვერ შეძლებს ამიტომ მოვითხოვთ ჩვენ რომ ისევ გადმოიტანონ ეს სამწუხაროდ ჩვენ არ გვაქვს უფლება ჩავერიოთ და მიუთითოთ კონკრეტული ფართი რომელი ფართი უნდა იქირაოს შეპესა ამ საკითხთან დაკავშირებით არ ვიცი მე შევხვდები დღეს შეპესას ხელმძღვანელს მოქალაქეებს სასადილო ახალი განპირობებული იქნა აუცილებლობის გამო, იმიტომ რომ ძველში ძალიან ცუდ მდგომარეობაშია შენობა და ფაქტობრივად შეუძლებელია სანიტარო-ჰიგიენური ნორმების დაცვა. არსებობდა სველი წერტილები, უბრალოდ ტუალეტი არსებობდა მოხუცებულებისათვის, რომ შესრულიყო ამის საშუალება. ახალში ეს ყველაფერი მოგვარებულია. ამ დროისთვის სულ ეს იყო ახალი ამბებით ეთერში 4-ზე ბრუნდებით დაგორობეთ.